წარმოიდგინე, სახლში გაქვს პროდუქტი, რომელიც თითქმის არაფერი ღირს, დიდი ხნით განაყრებს, აწნარებს კუჭს, კარგია გულისთვის და კანის მოვლაშიც კი დაგეხმარება. რეკლამას ჰგავს, არა? მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან მარტივი რამაა, შვრია. სწორედ მის ჯანმრთელობისთვის სარგებელზე ვისაუბრებთ დღეს და ტრადიციისამებრ რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ. გარდა ამისა, იმასაც მოგახსენებთ, თუ ისთვის არ შეიძლება შვრიის მიღება. ბევრი ადამიანისთვის შვრია მაშინვე დიეტასთან ასოცირდება. და ეს არის ზუსტად პრობლემა, შვრია იმდენად უბრალო პროდუქტი ჩანს, რომ მის მნიშვნელობას ვერ აფასებენ. მაგრამ როდესაც დაინახავ, თუ რა შეუძლია შვრიას, მიხვდები, რომ ეს უბრალოდ ტრენდი არ არის. ეს ჯანმრთელობის ინსტრუმენტია. და ისეთი, რომლის გამოყენებაც ყოველ დღეს სტრესის, ძვირადღირებული პროდუქტებისა და რთული რეცეპტების გარეშე შეგიძლია. და მაინც რა სარგებლობა მოაქვს შვრიას ორგანიზმისთვის, რატომ არის ის ასე პოპულარული? შვრია შეიცავს სპეციალურ ნივთიერებას, ბეტა-გლუკანს, რომელიც ნაწლავში ერთგვარ ჟელესავით მასას წარმოქმნის და გარკვეულწილად უფრო დამცავ ფენას ჰგავს. ამას შეუძლია საკვების მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონის უფრო ნელა აწევაში, უფრო დიდი ხნით დანაყრებაში დაგეხმაროს. ეს ბევრ ადამიანს გადაჭარბებული მადის დაძლევაში ეხმარება და ზოგიერთ შემთხვევაში ქოლესტერინის დონესაც აუმჯობესებს. ასე რომ, თუ ჩივი რომ ეხლა ხანს ისადილე, მაგრამ 1 საათის შემდეგ ისევ მოგშივდა, მაშინ შვრია ხშირად მართლაც კარგი დასაწყისია, არა როგორც სასწაულებრივი წამალი, არამედ როგორც ჯანსაღი კვების შემადგენელი ნაწილი. როდესაც სისხლში შაქრის დონე აიწონა და იწონას მსგავსად მაღლა და დაბლა მერყეობს, შენი განწყობაც ხშირად მასთან ერთად იცვლება. სწორედ ამიტომ სისხლში შაქრის სტაბილური დონე მხოლოდ ფიგურის საკითხი არ არის, ეს ასევე სულიერი სიმშვიდის საკითხია. შვრია ნაწლავებისთვის ნაზი, მაგრამ ეფექტური პროდუქტია. ის როგორც წესი, ძალიან კარგად გადაიტანება. ამასთან ის შეიცავს უჯრედის, რომელიც ნაწლავებს სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს. და ეს კი შენს ნაწლავებში ბინადარი სასარგებლო ბაქტერიების საყვარელი საკვებია. როცა მათ საკმარისი რაოდენობით უჯრედის მიეწოდებათ, ნაწლავების ფლორა უკეთ მუშაობს და შედეგად ბევრი ადამიანი ამჩნევს კუჭის უფრო რეგულარულ მოქმედებას, ნაკლებ გაზებს და ზოგადად უკეთეს თვითშეგრძნებას. ვისთვის არის შვრია განსაკუთრებით სასარგებლო? შვრია განსაკუთრებით საინტერესოა შენთვის, თუ გსურს ქოლესტერინი აკონტროლო, მადა მოთოკო და წონა ნელ-ნელა და სტაბილურად დაარეგულირო. თუ გრძნობ, რომ დილით რაღაც ისეთი გჭირდება, რაც ნამდვილად დაგანაყრებს, ან ჯანმრთელობის ნელ-ნელა, მარტივი პროდუქტებით მოძლიერება გინდა. ეს კი ყოველთვის ერთი აბი ან ერთი სუპერპროდუქტი კი არ არის, არამედ ხშირად სწორედაც რომ საბაზისო საკვებია, რომელიც კვირებისა და თვეების განმავლობაში ნამდვილ შედეგს იძლევა. მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ აქამდე ბევრ უჯრედის არ მიირთმევდი, ნელა დაიწყე. შენს მიკროფლორას პირდაპირ სასარგებლო ბომბს ნუ ესვრი. სჯობს 3-4 სუფრის კოვზით დაიწყო და ბევრი სითხესვა. აი როგორ მიირთვა შვრიის ფაფა სწორად, 5 მარტივი ვარიანტი მაქვს შენთვის. პირველი კლასიკური შვრიის ფაფაა. შვრიას უბრალოდ წყალი ან რძე დაუმატე. მოხარშე მცირე ხნით ან მიკროტალღურ ღუმელში გააცხელე. დაუმატე დარიჩინი, თხილეული, კენკრა, ვაშლის ნაჭრები ან ბანანი. დარიჩინი აქ მხოლოდ არომატისთვის არ არის, ბევრს ის იმიტომ უყვარს, რომ გათბობის ეფექტი აქვს და ტკბილისად მილტოლას ამცირებს. მეორე ვარიანტია ღამე გამოვლილი შვრიის ფაფა, იდეალურია, თუ დილით დრო არ გაქვს. წინა საღამოს შვრიის ფანტელს საკმარისი რაოდენობის მაწონი ან რძე და ცოტა ხილი დაუმატე და მაცივარში მთელი ღამით დატოვე. დილით ფაფა მზადაა საჭმელად. ეს ნამდვილი ხსნაა ბევრი ადამიანისთვის, რომელთაც დილით ჯანსაღი საუზმის მოსამზადებლად ბევრი შრომა არ სურთ ან საამისო დრო არ აქვთ. მესამე ვარიანტია ნაკლებად ცნობილი, მაგრამ შვრიის დამერწმუნეთ ძალიან გემრიელი კერძი, მაგალითად ღომივით მომზადებული და შიგ-ჩადებული ყველით ან თუნდაც მისგან დამზადებული კოტლეტებით, სადაც გატარებულ ხორცს უბრალოდ წინასწარ ჩამბალი შვრით ჩაანაცვლებ. ამ მსუბუქი კერძით ორგანიზმსაც არგებ და დამერწმუნე, თავადაც ძალიან ისიამოვნებ. შვრია საფანელის სახითაც გამოგადგება. საამისოდ თუ უხეში ფანტელი გაქვს, ოდნავ დაფქვი, სანელებლებით სურვილი სამებრშიანელე და თევზი, ქათამით უბოსტნეული ხრაშუნა ქერქის მისაცემად შეწვამდეში გამოავლე. ამ გზით მეტ უჯრედის მიიღებ და შესაბამისად უფრო დიდი ხნით დანაყრდები. შვრია ჩქარი და სასარგებლის საუზმისთვის სმულშიც შეგიძლია დაამატო. ის მას უფრო სასარგებლოს და ნოყიერს გახდის. საამისოდ შენ სმულს 1 კოვზი შვრიის ფანტელი დაუმატე. მაგრამ ფრთხილად იყავი, თუ შებერილობა გაწუხებს, უმჯობესია მცირე რაოდენობით დაიწყო. შვრია მარტო შიგნიდან კი არა, შენს გარეგნობაზეც იზრუნებს. ის თავის მოვლის შესანიშნავი საშუალებაცაა და ცნობილია განსაკუთრებით მშრალი, გრძნობიარე ან გაღიზიანებული კანისთვის თავისი დამამშვიდებელი თვისებებით. აი რამდენიმე ასეთი რეცეპტი. სახის ნიღაბი შვრიის ფანტელი. 2 სუფრის კოვზი წვრილი შვრიის ფანტელი, ან თუ უხეში ფანტელი გაქვს, ოდნავ დაფქვი და თბილი წყალი, მაწონი და უკეთესი ეფექტისთვის, ცოტა თაფლი აურიე.
სახეზე 10 წუთით დაიდე, დროის გასვლის შემდეგ მას აფრთხილად მოიშორე და სახე თბილი წყლით დაიბანე. შვრიის აბაზანა მშრალი კანისთვის. 1-2 ჭიქას სასურველია, ოდნავ დაფქული შვრია ქსოვილში გამოკარი ან წინდებში მოათავსე და აბაზანის არა ცხელ, არამედ თბილ წყალში ჩაუშვი. არა უმეტეს 10-15 წუთისა ჩაწექი. ეს განსაკუთრებით მოგიხდება მშრალი, აქერცლილი კანისა და ქავილების დროს. გაითვალისწინე, რომ წყალი ცხელი არ იყოს, არამედ თბილი. ამ შემთხვევაში შვრის ფანტელი შენს კანს დაანოტივებს და დაამშვიდებს. ასევე კარგი საშუალებაა ეს აბაზანა როჯისგან გაღიზიანებული კანის ეგზემის, დერმატიტის, ალერგიების და მწერების ნაკბენების დროს კანის დასამშვიდებლად. არ გამოიყენო თუ ღია ჭრილობა, კანის ძლიერი ანთება, ან გაურკვეველი წარმოშობის გამონაყარი გაქვს. ასეთ შემთხვევაში ჯერ ექიმთან გაარკვიე, რასთან გაქვს საქმე. შვრია შესანიშნავია, მაგრამ ის ჯადოსნური იარაღი არ არის. თუ ყოველდღე მიირთმევ შვრიას, მაგრამ ბევრ შაქარს მოიხმარ, ცოტას ვარჯიშობ და ცოტა გძინავა, შვრიას ყველაფრის კომპენსირება არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ შვრია უაღრესად სასარგებლო პროდუქტია, მის შემთხვევაშიც არსებობს რამდენიმე გასათვალიაწინებელი ფაქტორი. ის შეიცავს ფიტინის მჟავას, რომელსაც არახემური რკინისა და თუთის შეწოვა შეუძლია ოდნავ შეამციროს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, თუ ადამიანს უკვე დაბალი ან შედარებით დაბალი მაჩვენებლები, მაგალითად, დაბალი ფერიტინი აქვს. პრაქტიკული რჩევა იქნებოდა ის, რომ დაბალანსებული კვების დროს ეს იშვიათად არის პრობლემა, მაგრამ ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით რკინის დეფიციტის რისკის ქვეშ მყოფთათვის, სასურველია, რომ შვრია არ გამოიყენონ როგორც ცალკე აღებული პროდუქტი, არამედ ის მინერალებით მდიდარ საკვებსა და C ვიტამინთან ერთად მიიღონ. რაც სისხლში შაქარს შეეხება, შვრია როგორც წესი უფრო ზომიერია ვიდრე თეთრი ფქვილი, მაგრამ შვრის სწრაფად მოსამზადებელ ვარიანტს შაქარსა და მცირე რაოდენობით ცილასა და ცხიმთან ერთად მაინც შეუძლია სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატება გამოიწვიოს. ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია, მაგრამ უფრო მეტად კომბინაციასა და რაოდენობას უკავშირდება. აი ორიენტირი დღიური რაოდენობისთვის. ყოველდღიური ჩვეულებრივი ნორმა არის დაახლოებით 40-60 გრამი, ანუ 5-6 სუფრის კოვზი შვრია ერთ პორციად, მაგალითად საუზმეზე. თუ გაქვს კუჭნაწლავის პრობლემები, ცელიაკია, რეფლუქსი ან სხვა ქრონიკული დაავადება, კარგი იქნებოდა ექიმთან ან დიეტოლოგთან გადამოწმება, კარგი იქნებოდა თუ არა თქვენთვის შვრიის მიღება. თანაც რაც არ უნდა ძალიან სასარგებლო იყოს უჯრედისი, კუჭის პრობლემების დროს მეტი უჯრედისი ზოგიერთ ადამიანში თავიდან გაზების დაგროვებას და სიმძიმის შეგრძნებას იწვევს. ამიტომ დაიწყე 40-60 გრამით დღეში, ნახე როგორ გრძნობ თავს და სურვილის შემთხვევაში 70-80 გრამამდე ნელა გაზარდე. შვრიას ყოველთვის დაასხი საკმარისი წყალი, ძე ან აირანი და დაამატე კენკრა, თხილი, გოგრის თესლი, რომ ცილა, ცხიმები და ვიტამინები ბალანსში იყოს. რომ შევაჯამოთ, როდის შეიძლება შვრიის ფაფამ არ გარგოს და პირიქით გაწყინოს კიდეც. ცელიაკიის დაავადების დროს, ასეთ დროს მხოლოდ სერტიფიცირებული უგლუტენო შვრიის ფაფა უნდა მიიღო. რკინის დეფიციტის, ფერიტინის დაბალი დონის დროს თუ ყოველდღიურად ბევრ შვრიას მიირთმევ, მაშინ ამ მინერალების საკითხს უფრო სერიოზულად მოეკიდე. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და მგრძნობიარე ნაწლავების დროს, შეამცირე რაოდენობა არჩევანი უგლუტენო შვრიაზე გააკეთე. სწორად მოამზადე და მცირე ულუფებით მიირთვი. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.